ესეც ძალიან დიდი გამოწვევა 21 საუკუნეში დროის მართვა და ამ საკითხზე საუბარს დავიწყებ ერთი ფრაზით, რომელიც ჩემი კოლეგისგან მოვისმინე რამდენიმე წლის წინ და ძალიან დამამახსოვრდა, რომ დროს შენ მართავ თუ დრო გმართავს შენ. თუ შენ შეგიძლია გაქვს ცოდნა და უნარები რომ მართოდ რომ ამ შემთხვევაში ხარ პროდუქტიული და თუ დრო გმართავს შენ ამ შემთხვევაში შენ ხარ სტრესში, ხო, რაღაცნაირად მუდმივ შფოთში, ვერასდროს ვერაფერს ვერ აწყებ, გადარბენებზე ხარ და რაღაცნაირად მუდმივად წუწუნის, ესე იგი რეჟიმში ვარდება ადამიანი. რა არის ხა მნიშვნელოვანი ასპექტები, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოს ადამიანმა დროის მართვის ნაწილში. პირველი ეს არის საქმეების პრიორიტეტიზაცია. პრიორიტეტიზაციაში გულისხმობ, რომ მე უნდა გავაკეთო აუცილებლად ეს საქმე, თუ შეუძლია რომ სხვამაც გააკეთოს ეს საქმე. შეიძლება თუ რომ მithხოვო დახმარება, მაგალითად ნინოსგან რაღაც კონკრეტულ საქმეში შეიძლება ჩემი ოჯახის წევრისგან მithხოვო რაღაცა დახმარება, რომელი საქმეებია მნიშვნელოვანი და აუცილებლად შესასრულებელი, ხო? რომელიც არის სასწრაფოც მნიშვნელოვანი, ჩემგან მოითხოვს ჩართულობას. რომელია ისეთი საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანიც არის სასწრაფოდ, მაგრამ არ მოითხოვს მაინც და მაინც ჩემგან ჩართულობას და შეიძლება სხვას ვთხოვო ამაში დახმარება. მეორე, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანია, მაგრამ სასწრაფო არ იყოს, ასეთი საკითხებზე გვეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა დაგეგმო, რომ მე დედლაინში არ ჩაიწვა და ესე იგი შფოთვა არ გამოიწვიოს მაგან და ბოლო არის ისეთი საკითხები, რომელიც არც მნიშვნელოვანია, არც სასწრაფო და საერთოდ არაფერს საჭირო არ არის. ასეთი საკითხები უნდა გამოირიცხოს ადამიანის ცხოვრებიდან, იმიტომ რომ უბრალოდ დროის მფლანველებია და გვართმევს ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს, რომელი რესურსის დაბრუნებაც ადამიანს არ შეუძლია. სხვა თითქმის ყველა რესურსი არის აღდგენადი, ხო? დრო არის ის რესურსი, რომელსაც ვერც დააბრუნებ და ვერც აღადგენ. იყო და მორჩა დამთავრდა, გაიარა იმ კონკრეტულმა წუთმა. ეს არის პრიორიტეტიზაციაზე რაც მინდოდა რომ მეთქვა. მეორე მნიშვნელოვანი ტექნიკა რაც არის, ასევე არის რომ ადამიანმა შეძლოს კონკრეტული დროის სლოტი, დროის მონაკვეთი გამოყოს ამა თუ იმ საქმისთვის და თქვენ ალბათ ისეთი დღეც გქონიათ, როდესაც თითქოს ბევრი რაღაცა გააკეთეთ და სახში მიხვედით და დაფიქრდით, რომ აი როგორ დავიღალე დღეს და სინამდვილეში დაფიქრდით რა გააკეთეთ, ვერ გაიხსენეთ რა გააკეთეთ და გქონიათ ისეთი დღე, როდესაც ასევე ძალიან ისეთი დატვირთული დღე იყო, არ ხართ მაინც და მაინც დაღლილი, მაგრამ როგორ დახედეთ თქვენს საქმეების ჩამონათვალს ძალიან ბევრი საქმე გააკეთეთ. ეს ზუსტად აი მარტივი ტექნიკის დამსახურებაა, რომ რაღაცნაირად შევძელი და ვთქვი, რომ 10-დან 12-მდე დოკუმენტზე მუშაობ, რა ვიცი, პირველის ნახევრიდან 2-მდე ვიდეოზე მუშაობ და ასე შემდეგ. ანუ ქონებამ, როდესაც იცის რა დროს რა უნდა გააკეთოს, აი ეს შფოთი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ნაკლებია მცირდება და შესაბამისად სტრესიც აღარ არის. გარდა მაგისა, გვირჩევენ ეს რაღაცას და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ითქვას, რომ საქმეებისთვის დროის გამოყოფის მომენტში, ნუ ვიქნებით მაინც და მაინც ოპტიმისტები და ვიფიქრებთ, რომ ძალიან მცირე დროში შეგვიძლია ძალიან დიდი რაოდენობის საქმის მოსწრება, ხო? რაღაცნაირად რეალისტური დრო უნდა დაუსახოთ ამა თუ იმ ამოცანას შესასრულებლად და ბუფერულ დროებსაც ასევე გვირჩევენ, რას ნიშნავს ხა ეს ბუფერული ტერმინია, სადაც თავისუფალი დროებია კალენდარში დატოვებული. ერთი ეს საჭიროა იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევები ავერიდო თავიდან, შეიძლება 1 საათის ნაცვლად, საათნახევარი დამჭირდა კონკრეტული საკითხის მოსაგვარებლად და ვაძლევს ჩემი კალენდარი ამის საშუალებას აღარ ვერვიულობ, რომ მეორე საქმის დრო წაიღო. თუ ჩავეტიე დაწესებულ დროში დასვენებისთვის და ენერგიის აღდგენისთვის მოკლედ სჭირდება ადამიანს დრო და დროის მართვის ნაწილში აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ ადამიანმა გამოყოს დასვენებისთვის და ენერგიის აღდგენისთვის დრო. ეს რატომღაც უგულოყოფილია და მიგვეჩნია, რომ რაღაცნაირად დროის 100%-ში უნდა ვიყოთ პროდუქტიულები და მუდმივად პროდუქტიულები უნდა ვიყოთ. ეს არის წარმოუდგენელი. არსებობს რაღაცა მომენტები ცხოვრებისეული, როდესაც ესეთი პროდუქტიული ადამიანი ვერ არის და ამასაც გათვალისწინება სჭირდება. დღის ენერგიის შედგენისას უნდა გვახსოვდეს, როდის ვარ უფრო მეტად პროდუქტიული და როდის ნაკლებად პროდუქტიული, ხო? დაფიქრდება იმისა, რომ რა შეიძლება რომ გავაკეთო ამ დროში, რომელიც მოცემული მაქვს და რეალისტურად შევაფასო ესა თუ ის მოცემულობა ამცირებს რისკს, რომ არ ჩავარდე სტრესში. მაგალითად, გქონიათ ალბათ ესეთი შემთხვევა, რომ გქონია, რომ კონკრეტულად დღეს 10 წუთში მიხო და არ გეყო ის, რომ მანქანა ვერ დააპარკინგე, ხო? ეს იმხელა სტრესორია ადამიანისთვის, რომ პრაქტიკულად შეიძლება შედეგზე, საბოლოო შედეგზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინოს და იმ შეხვედრაზე რომ მიხვედი, საერთოდ ვერ მიაღწიე იმ შედეგს, რომელიც შეიძლება მიგეღწია იმ შემთხვევაში, რომ არ გენერვიულა მოკლედ ამ დაგვიანებაზე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად შევძლო
გავაცნობიე რომ ეხლა მე რაღაცამ სტრესავს და რა არის საუკეთესო გამოსავალი როგორ მოვიქცე იმისთვის რომ არ ჩავარ და სტრესში მეკითხა დროის პრიორიტეტიზაცია გადანაწილება დასვენებისთვის დროის გამოყოფა და დახმარების თხოვნა და მნიშვნელოვანი ტექნიკები რომელიც დაგეხმარება სტრესთან მართვაში